ქართული ოცნების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა წინა პარლამენტში ქართული ოცნებიდან წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი 24%-ით გაიზარდა. ფაქტობრივად დასკვნით ქვრივიშვილის ეს განცხადება არის სიმართლე. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 29%-ით 4.7 მილიონამდე, ქუთაისის აეროპორტში 3%-ით 1.7 მილიონამდე და ბათუმის აეროპორტში 53%-ით 952,000-მდე გაიზარდა. ჯამურად სამივე აეროპორტში ზრდის ტემპმა 24% შეადგინა და სამივეში გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს. 25%-ით გაიზარდა შესრულებული რეისების რაოდენობაც. ქვეყანაში ოპერირება რამდენიმე ახალმა ავიაკომპანიამაც დაიწყო. უფრო დაბალი პროცენტული ტემპით, თუმცა გაზრდილია ტურიზმი და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალიც. პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე საინტერესო იყო რა მოხდა მეოთხე კვარტალში. მეოთხე კვარტალში აეროპორტში მგზავრთა ნაკადების ზრდის ტემპი 19%-მდე შემცირდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-სექტემბერში თბილისის აეროპორტში ზრდის ტემპმა შეადგინა 31%, ოქტომბერ-ნოემბერში 21%. ქუთაისის აეროპორტში 6%-იანი ზრდა 4%-იანმა კლებამ შეცვალა. ბათუმი გამონაკლისი აღმოჩნდა და 53%-იანი ზრდა 99%-მდე გაიზარდა. სამივე აეროპორტში ჯამურად კი ზრდის ტემპი 26%-დან 19%-მდე შემცირდა. კლება სახეზეა, თუმცა მისი მასშტაბი რაიმეს მტკიცების საშუალებას არ იძლევა. პოლიტიკურმა კრიზისმა გავლენა შესაძლოა იქონია, მაგრამ ეს გავლენა მისი არსებობის შემთხვევაში ამ ეტაპზე მცირეა. მთლიანობაში წლის განმავლობაში სამივე საერთაშორისო აეროპორტში ერთად მგზავრთა ნაკადი მართლაც 24%-ით გაიზარდა. ასევე გაიზარდა შესრულებული რეისების და მოქმედი ავიაკომპანიების რაოდენობაც. სტატისტიკურად სწორად დასახელებული რიცხვებისა და ტენდენციების გათვალისწინებით, ფაქტმეტრმა მარიამ ქვრივიშვილის განცხადება შეაფასა ვერდიქტით სიმართლე. უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.